ლიბერალიზმი, არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი. ლიბერალური მართლმადიდებლობა სრულიად ახალი, გენმოდიფიცირებული სახესხვაობაა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ერთგვარი ჭყალებში ლაითი მართლმადიდებლობაა, რომელსაც არ სჭირდება ლოცვითი მოსაგრეობა, არც წმინდა მამების სეული ღვთისმეტყველება და არც ბერმონაზვნული ტრადიციების დამცველი მონაზვნობა. იგი ფსევდოსულიერი სინთეტიკაა, ყოველგვარი ასკეტური ღვაწლისაგან დაცლილი. მართლმადიდებლობა ჯვრის გარეშე, ესე იგი ქრისტეს გარეშეც. ლიბერალური მართლმადიდებლობა წარმოუდგენელია საკადრო პოლიტიკის გარეშე. მასშტაბურ, განმაახლებელ პროექტებს სჭირდება ახალი თაობის ღვთისმსახურთა მომრავლება, ისეთების, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციისაგან უცხო გარემოში იქნებიან აღზრდილნი, როცა მათი რიცხვი გადააჭარბებს ტრადიციულ მორწმუნეთა რაოდენობას, დადგება მათთვის სანატრელი დრო ეკლესიაში ლიბერალური რევოლუციური ცვლილებების განხორციელებისა. მართლმადიდებლობას ყავს უხილავი მტერი, ის ყველგან არის და არსად არ არის, ის არც რამეა და არც ვინ. ეს არის ერთგვარი სული, რომელიც გამსჭოლავს მიწას, ატმოსფეროს თავისი მოაზრებით, წამლავს მის ნიადაგს, აავადებს წყლებს, აქცევს ქალაქებს მყრალ ჭაობებად, აუდაბურებს სოფლებს, მას თითქოს ვერსად დაემალებით, ის იპოვის ლტოლვილებს მთათა მწვერვალებზედაც და ზღვათა სიღრმეებშიც. ეს მტერი არის გარყვნილების სული, რომელსაც თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი ეწოდება. სიტყვა ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს. ეს არის განსაკუთრებული დემონური თავისუფლება საკუთარი სულის მოგტინებისა, სულიერ ძალთა გარყვნისა და სხეულის შებილწვისა. ეს არის თავისუფლება სისხვილისაგან, როგორც ცრუ წარმომადგენლისაგან. ეს არის თავისუფლება იმის დაცინვისა, რაც წმინდა ადამიანისთვის. ეს არის ცოფიანი ძაღლის თავისუფლება, რომელიც თავს ესხმის პატრონს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ლიბერალიზმი განვითარდა ორი მიმართულებით, რომლებიც გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთი მიზანი: ადამიანის ღვთისაგან გათავისუფლება. პირველი გზა არის ცინიზმი, მეორე ესთეტიზმი. ცინიზმი ეს არის ყველა ზნეობრივი წესისა და ტრადიციის რღვევა, ადამიანის ქცევა ბინძურ ცხოველად, გაფრთხებული ბრძოლა საკუთარი სულის წინააღმდეგ, დარვინიზმის გადმოყუდებული კიბე, რომლითაც ადამიანი მაიმუნამდე ევოლუციონირებს. მისი დევიზია ჭყალებში თავისუფლება ურწყობაში. ესთეტიზმი თითქოს საპირისპიროა ცინიზმისა. ის სილამაზის კულტია, მაგრამ ქმნილი გრძნობისმიერი მატერიალური სილამაზისა, რომელიც საკუთარი თავით აეფარა ღვთაებრივი ნათლის სილამაზეს. ეს არის ხელთუქმნელი კერპების სილამაზე, სილამაზე აფროდიტისა და აპოლონისა, სილამაზე, რომელიც კლავს სულს. ესთეტიზმმა ხელოვნება აქცია ადამიანური ვნების გააღმერთა ვნებები, ამოწურა საკუთარი თავი და გადავიდა ანტიესთეტიზმში, დეკადენიზმში, სილამაზის აგონიაში. ლიბერალიზმმა საწყისშივე დაინახა ქრისტიანობაში თავისი შეურიგებელი მტერი. მან აღმართა დევნა ეკლესიაზე. ესთეტიზმი თითქოს საპირისპიროა ცინიზმისა. ის სილამაზის კულტია, მაგრამ ქმნილი გრძნობისმიერი და მატერიალური სილამაზისა, რომელიც საკუთარი თავით აეფარა ღვთაებრივი ნათლის სილამაზეს. ეს არის ხელთუქმნელი კერპების სილამაზე, სილამაზე აფროდიტისა და აპოლონისა, სილამაზე, რომელიც კლავს სულს. ესთეტიზმმა ხელოვნება აქცია დემონური ვნებების მხევლად, გააღმერთა ვნებები, ამოწურა საკუთარი თავი და გადავიდა ანტიესთეტიზმში, დეკადენიზმში, სილამაზის აგონიაში. ლიბერალიზმმა საწყისშივე დაინახა ქრისტიანობაში თავისი შეურიგებელი მტერი. მან აღმართა დევნა ეკლესიაზე, კერპთა ყვანისმცემელ იმპერატორთა ხანაში. უკვე მაშინ სჯიდნენ ქრისტიანებს ლიბერალიზმის პოზიციიდან. ადანაშაულებდნენ მათ, თითქოს ყოფილიყვნენ კაცმონძულეები, სიკვდილის აღმრჩეველი ფანატიკოსები, მტრები ადამიანური ბედნიერებისა და ამიტომ უნდა განადგურებულიყვნენ, როგორც ამოიშანტება წყლული, გავარვარებული რკინით. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანებზე დევნაში მონაწილეობდნენ როგორც ცინიკოსები, ასევე პლატონისტები, ესთეტები ფილოსოფიისა. ლიბერალიზმმა ოდესღაც თვით ქრისტიანობაში შექმნა ანტიქრისტიანობა, რენესანსი, შეცვალა რა
ასკეტიზმი სხეულის კულტით. მან აქცია კათოლიციზმი წუთი სოფლის მსახურად და დააჩოქა იგი. მან გაუკაფა გზა პროტესტანტიზმს, რომელმაც ქვის როდინში დააფქვა ძველი გარდამოცემის ნამსხვრევები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდა კათოლიციზმში. ადამიანის აყვანა ღმერთზე მაღლა იყო მიზანი მთელი რეფორმატორობისა. ლიბერალიზმი ასულდგმულებს რევოლუციებს, რომლებიც სატანის ალისფერ-შავ დროშებს მიმდინარეობენ. ის ცდილობს გაანადგუროს ეკლესია, ხან ტარანის დარტყმათა მსგავსი სისხლიანი დევნით, ხან შიგნიდან გრევით, ცვლის რას სხვა რელიგიით, რომელშიც შენარჩუნებულია მსგავსება ქრისტიანობისა, მაგრამ არ არის ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, გამოხსნელი და სამყაროს მსაჯული. ლიბერალებს აქვთ მუდმივი ნოსტალგია წარმართობისადმი. სულის სიღრმეში მათ სურთ აქციონ ცა ოლიმპად ან ჰიმალაებად. ამ სულისათვის საძულველია ქრისტე და ამიტომაც ცდილობს შეცვალოს იგი ცრუ ქრისტეს ხატებით, ქმნის კერპებს სახელად ქრისტე, რათა მათ ეთაყვანებოდნენ ისინი, ვისაც თავი მიაჩნია ქრისტიანად. ლიბერალიზმისთვის განსაკუთრებით აუტანელია სწავლება იმაზე, რომ ღმერთი არის უმაღლესი სამართლიანობა, საჯული სოფლისა და ყოველ ადამიანს მიაგებს მის საქმეთაებრ. როზენკრეიცერი, გოეთე, მეფისტოფელის პირით ამბობს, რომ ღმერთი არის კეთილი მოხუცი, რომელთანაც ეშმაკს ძალუც მოილაპარაკოს ყველაფერზე. ხედავენ კი ქრისტიანები ასეთი გაყალბების საშიშროებას? ფიქრობ ერთნი ვერ ხედავენ. ეძნენ რა ბრმა წინამძღვრებს, მეორენი ხედავენ და სცემენ განგაშის ზარს, მაგრამ მათ არ უსმენენ, როგორც ლაოკონს, რომელიც აფრთხილებდა ტროელებს, რომ მოხეტიალი ცხენის შიგნით ტროას მტრები იმალებოდნენ. ესმით, მაგრამ დუმან, რათა იქნენ გაჭყლეტილნი ლიბერალთა რკინის ტერფით. მეოთხენი ვერ ხედავენ, იმიტომ რომ არ უნდათ დაინახონ, რადგან ლიბერალიზმმა მოწამლა მათი ცნობიერება, გარყნა გრძნობები, გაამართლა ბილწი ჟინი და ამიტომ გულის სიღრმეში მათ თავად სურთ იყვნენ მოტყუებულნი. დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ქრისტიანულ ფასეულებათა რღვევა და ჩანაცვლება, სახეებს ცვლიან ნიღბები, არს სახელები. ლიბერალიზმის მარშის მთავარი წინაღობა არის მართლმადიდებლობა. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ის მართლმადიდებლობა განიცდიდა ისეთ დევნას, რომლის წინაშე უფერულდება ნერონისა და დიოკლეტიანეს სისასტიკე. ახლა მართლმადიდებლობა სხვა საშიშროება ემუქრება. ეკლესიის კედლებმა გაუძლეს ტარანის დარტყმებს, მაგრამ გაუძლებენ კი ისინი გამოთხრებს, რომელთაც მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ შემოაღწიონ ეკლესიაში და არა მხოლოდ შემოაღწიონ, არამედ ილაპარაკონ ეკლესიის სახელით. სულაც აქვს სურს იმის თქმა, რომ თანამედროვე ეკლესია დაპყრობილი ყავთ მოდერნისტებს, როგორც გემი მეკობრეებს. ის რჩება სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა. არც იმას ვფიქრობთ, რომ მოდერნისტები შეგნებულად ემტერებიან ქრისტეს, მაგრამ ლიბერალიზმმა გარყნა კაცთა გონება ცრუ თავისუფლებით, ჩაახშო ადამიანთა სულიერი ინტუიცია და ამიტომ მრავალს უკვე აღარ ესმის, რომ ზეცის სარწმუნოებას ლიბერალური ძალებით ცვლიან მიწის რელიგიით, სხეულის კულტით. ლიბერალიზმისთვის გაუგებარი და საძულველია სწავლება ადამის პირველქმნილ ცოდვაზე, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და რომლის გამო ადამიანის შთამომავლები ვიქეცით ეშმაკის ნადავლად და ტყვეებად. ლიბერალისტვის წინაპართა დაცემა, მათი განდევნა ედემიდან ჯოჯოხეთის ტანჯვა მითის სახით შეთხსული ალეგორიაა. მათთვის გაუგებარია კაცობრიობის მისტიკური გენეალოგიური ერთობა, ერთიანობა მრავლობითობაში, მრავლობითობა ერთიანობაში, სადაც მამამთავრის ცოდვაზე პასუხისმგებელნი არიან შთამომავალნი. მათ შოკში აგდებს აზრი, რომ ადამიანები არიან დემონის ტყვეები და მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი ათავისუფლებს ადამიანს მონობისაგან. უარყვეს რა სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, ლიბერალები უარყოფენ სწავლებას გამოხსნაზე. ქრისტეს ჯვარცმა მათთვის არის იდეისადმი თავდადებული მსახურება, სახარების აპოთეოზი, მაგრამ არა სამყაროს ხსნა. ისინი თვით სწავლებას ცხოვრებაზე კაცობრიობის ისტორიის ცენტრალური ფაქტიდან სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის გზით ხშირად აქცევენ ალეგორიად და ასინიკდოებენ, უარყოფენ რა მის
პირდაპირ მნიშვნელობას. ხსნის დოგმატის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. ის ეცემა როგორც უსაძირკვლო სახლი, ზუსტად ეს სჭირდებათ ქრისტეს მოწინააღმდეგეებს. ქრისტიანობამ გადაუშალა ადამიანს მთელი სიღრმე ცოდვისა, ტრაგიკულობა, დაცემისა და ღვთისაგან განდგომილების მეტაფიზიკური ფესვები. სეკულარიზებული ცნობიერება თანდათან განაშორებს ქრისტიანობას, მის მისტიურ სიღრმეებს, უზარმაზარ აისბერგს აქცევს სიფრიფინა ზედაპირზე მოტივტივე ყინულად. ქრისტიანი უნდა შეუდგეს ბრძოლას სამ მტერთან, დემონთან, ამპარტავნებასთან და ხორციელ გულისხმობთან. მოდერნიზმი აბუჩად იგდებს დემონის არსებობას, შედის თანხმობაში ნახევრად წარმართულ ქვეყნიერებასთან, ამართლებს ვნებესა და კაცობრიულ გულისხმებს და აქცევს სულს დაუცველად ამ სამი მტრისაგან. ლიბერალურმა ქრისტიანობამ გაწყვიტა კავშირი მეტაფიზიკურ სამყაროსთან. მისთვის არ არსებობს ანგელოლოგია და დემონოლოგია. კაცობრიობის პირველი მტერი დემონი იღებს ნისლისებრი აბსტრაქციის სახეს. სწავლება დემონებზე, როგორც ცოცხალ არსებებზე, ეჩვენება მოძველებად მითოლოგიად. ის ლიბერალები, რომლებიც ჯერ კიდევ აღიარებენ დემონის არსებობას, ცდილობენ წარმოიდგინონ ის როგორც უწყინარი სული, რომელიც დროებით განვარდა ღვთისაგან. ბოლოს კი დაუბრუნდება მას და დაიკავებს თავის უწინდელ ადგილს. თუ ისინი ზოგჯერ მაინც იხსენებენ ჯოჯოხეთს, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმედონ ცოდვილები თითქოს ადამიანის ხელშია ჯოჯოხეთის გასაღები. მას შეუძლია იმყოფებოდეს ქვესკნელში, ან გახსნას შიგნიდან და გამოვიდეს საკუთარ ნებისამებრ. და თითქოს მხოლოდ სურვილი ცოდვილის ახსნის მის წინაშე ჯოჯოხეთს ან სამოთხეს, ხოლო ღმერთი და სატანა არ ეწინააღმდეგებიან მის არჩევანს. შეგახსენებთ, რომ მეტისმეტი უსაფუძვლო იმედი ღვთისმოწყალებისა, რომელიც გადადის ცოდვის დაშვებადობაში, ეკლესიის მიერ მიიჩნევა სულიწმიდის გმობად, რომელიც არ მიეტევება არც ამ და არც მომავალ ცხოვრებაში. მოდერნისტთა დიდი ნაწილი საერთოდ თვლის, რომ ჯოჯოხეთი არ არის მიღმისეული სამყაროს შემაწუნებელი რეალობა, არამედ ადამიანის ფსიქიკური გრძნობა, განწყობა, ადამიანის ფსიქიკური განწყობა, დეპრესიული მანია, რომლის სამკურნალოდ საჭიროა ფსიქიატრი. ლიბერალები დარწმუნებული არიან, რომ დემონები, სამყარო და ჯოჯოხეთი უნდა გაქნენ თანამედროვე ადამიანის ცნობიერებიდან, გაიფანტონ როგორც კვამლი ქარისაგან, განქარდნენ როგორც შუა საუკუნოვანი ღამის აჩთილები, ახალი დროის ინტელექტუალური ნათლის წინაშე. ლიბერალები თვლიან, რომ უნდა გაათავისუფლონ ადამიანი არა დემონისაგან, არამედ ბოროტის სულების ცრურწმენებისა და ატავისტური წარმოდგენებისაგან. ქრისტიანობის ლიბერალიზაცია, ანუ დამახინჯება, მიმდინარეობს მოდერნიზმის, განმაახლებლობის, დოგმატური რევოლუციონიზმის, დოგმატური რევიზიონიზმის სახით და ეკონომიის პრინციპის გამუდმებული ბოროტად გამოყენების მეშვეობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის წარმომადგენელი ერთ სახეში იყო ძველთაგან გველი, რომელიც შეცოცხლდა ედემში კეთილი მეგობრის ნიღმით. როგორც ლიბერალმა, მან მოუწოდა წინაპრებს ყოველგვარი აკრძალვისაგან თავისუფლებისკენ და მოაწყო პირველი რევოლუცია კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხესთან, ხოლო როგორც ჰუმანისტი დახპირდა მომხიბვლელ შესაძლებლობას ყოფილიყვნენ ვითარცა ღმერთნი ღვთის გარეშე. ახლა კი ეს ბრჭყალებში მეგობარი კაცობრიობისა, ადამის მაცდუნებელი, აცრუნებს მის შორეულ შთამომავლებს იგივე გველური სიმღერებით. არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი.